დღევანდელი სასამართლო პროცესით დაადასტურდა, რომ ქართულ ოცნებაში თორნიკე რიჟვაძის საქმის გამოძიების არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი ნება არ გააჩნიათ. 2 თვე ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საბედისწერო გასროლა მოხდა საგარეჯოში, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მთავარ საგამოძიებო უწყებას აზრადაც კი არ გაჩენია, რომ თორნიკე რიჟვაძისთვის დაესვა კითხვები. სხვათა შორის სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებულმა ალეკო ახვლედიანმა კითხა სახელმწიფო ბრალდებელს, როდის უნდა დააკითხონ თორნიკე რიჟვაძე, რადგან კამერებისთვის სასამართლო პროცესი დახურული არის. მე ახლა მოუყვები მაყურებელს, რა იყო სახელმწიფო ბრალდებელის პოზიცია, როგორც პროკურორმა განაცხადა, ამ ეტაპზე მიმართულიც კი არ ჰქონდათ თურქეთის საგამოძიებო უწყებებისთვის და აქვე ისიც თქვა, რომ თუ მნიშვნელოვანი გახდებოდა, შემდეგ დაინტერესდებოდა გამოძიება, რასაც ბუნებრივია. მოყვა ალეკო ახვლედიანის მხრიდან პოზიცია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო თორნიკე რიჟვაძის გამოკითხვა სისხლის სამართლის საქმეში და ისე სასამართლო პროცესები არ უნდა დაასრულებულიყო. ალეკო ახვლედიანს დღეს კითხვები დავუსვით, რა თქმა უნდა, კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებითაც, რადგან ამ დრომდე გასაიდუმლოებული არის, რა ჩანს სათვალთვალო კამერის ჩანაწერებზე და რატომ არ საჯაროვდება ეს კადრები, არადა არსებობდა დაპირება, რომ ეს კადრები უმოკლეს დროში უნდა გასაჯაროებულიყო და ყველა კითხვას პასუხი გაეცემოდა, თუმცა ამ დრომდე საგამოძიებო უწყებაც და დაცვის მხარეც ამ კადრებს მალავენ. რას გვეტყვით, თორნიკე რიჟვაძის გამოსაკითხად საგამოძიებო მოქმედებები არ არის ჩატარებული, არ მიუმართავთ თურქეთისთვის. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ საჭიროა მისი გამოკითხვა? რა თქმა უნდა. რატომ არ საჯაროვდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერები? თქვენ მზად ხართ, რომ გაასაჯაროოთ? მე არ მაქვს ეს კადრები. არ გაქვთ თქვენი კადრები. ნანახი ხო გაქვთ, რა ჩანს ამ კადრებში? რა უნდა ჩანდეს, რაც მე თქვენ გითხარით წინა ჯერზე ის. გითხარით ბატონო. ჩანს როგორ იღებს თორნიკე იარაღს, როგორ გადაადგილდება იარაღით. მე არა, იმიტომ რომ კამერები სხვანაირად იყო დამცველი. ანუ არ ჩანს კადრში, რომ თორნიკე იღებს იარაღს. ესია ამას მეუბნებით მიდასტურე. მე მგონი, არ ვიცი. როდის გქონდათ ბოლოს კომუნიკაცია თორნიკესთან? თორნიკესთან არ მქონია საერთოდ კომუნიკაცია. იმიტომ აკრძალულია, ხო გითხარით წინა. აკრძალულია რა შე, ვინ აგიკრძალათ? მე კი არ ამიგრძალა, როგორც ვიცი, ფსიქოლოგებმა 2 თვიანი ვადა მოითხოვეს, რომ კურნალობის ციკლის დამთავრებამდე თუ პროცესის დამთავრებამდე მას არც ტელეფონს. აი, როდის მოიკითხეთ მისი მდგომარეობა, ოჯახს როდის ესაუბრეთ? მე მეუღლეს ვესაუბრე დაახლოებით 10 დღის წინ. და რა გითხრათ? ნუ რომ მიდის კურნალობა. ერთ-ერთი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და აი მართლა არა მარტო მეგობარი, მართლა მეოთხე შვილი ვთქავდა მე რა და მას რომ რაიმე სხვანაირი ზეწოლა ქონოდა, რასაც თქვენ გულისხმობთ, მე აუცილებლად მეწოდინებოდა რა. და მსგავს საუბარი არ ყოფილა დამერწმ. თქვენ სასამართლო პროცესზე დაინტერესდით, რატომ არ კითხავდნენ თორნიკე რიჟვაძეს? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიკითხოს თქვენთვისაც რომ იყოს სრულად ამომწურავი სურათი და ასევე საზოგადოებისთვის. ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენთან ესწრებოდით, როცა მე თვითონ მოვითხოვე ეს. სროლის ტრაექტორიასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნაზე თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია? არა, ვიცი რომ დანიშნულია და მე არის თუ არა მოსული ვერ გეტყვი. რა აქვს სათქმელი თორნიკე რიჟვაძეს? ეს ახლა არის მთავარი კითხვა. ეს კითხვა ბუნებრივია საზოგადოებასაც აქვს და ყველას აინტერესებს, რატომერიდება მთავარი საგამოძიებო უწყება გამოკითხოს მთავარი დაზარალებული თორნიკე რიჟვაძე. დღეს ეს კითხვები, რა თქმა უნდა, პროკურორს დავუსვით ჩვენ, რომელმაც განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება, დადგება დღის წესრიგში თორნიკე რიჟვაძის გამოკითხვის საკითხიც, თუმცა ფაქტი არის ის, რომ პროკურატურამ დაივიწყა ის პრაქტიკა, რომელიც მათივე დანერგილი არის საზღვარგარეთო კლინიკაში მყოფი დაზარალებულის გამოკითხვის 2 თვე ნახევარი გავიდა, თუმცა არც ერთი კითხვა თორნიკე რიჟვაძისთვის გამოძიებას არ დაუსვამს. მეტიც დადგენილია ის, რომ გამოკითხული არ ყავთ არც თორნიკე რიჟვაძის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლები. შეიძლება ითქვას, რომ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით. დღეს პროკურატურა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა საქმეზე, ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე არის საუბარი, რითაც დაადგინდა, რომ იარაღზე, საიდანაც საბედისწერო გასროლა განხორციელდა, თორნიკე რიჟვაძისა და ალეკო ახვლედიანის დნმ ამოვიდა და ამასთან ერთად საწერ-კალამზე ამოვიდა ასევე თორნიკე რიჟვაძის დნმ. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ პროკურორის განმარტება, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით მან გააკეთა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარუადგინეთ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ საძინებელ ოთახში ამოღებულ საწერ-კალმიდან არსებული ბიოლოგიური მასალა ეკუთვნის თორნიკე რიჟვაძეს, ასევე ცესასროლ იარაღზე გახლავთ შერეული გენეტიკური პროფილი
ვინაიდან შესასრული იარაღი ეკუთვნოდა ალექსანდრე ახვლედიანს, ალექსი ახვლედიანს ეკუთვნის მას, ასევე ამოსულია შესასრული იარაღზე თორნიკე რიჟვაძის გენეტიკური პროფილი, რომლითაც განახორციელა გასროლი. კარგი, უნდა გითხოთ თორნიკე რიჟვაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით, მიმართული გაქვთ თუ არა თურქეთის საგამოძიებო უწყებებისთვის და როდის გეგმავთ მის გამოკითხვას? დიახ, მოცემულ შემთხვევაში პირველ რიგში ხედელობაში უნდა მივიღოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, იგი ჩვენთვის ცნობილია, რომ იმყოფება სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე ოფიციალურად მიმართული არ გვაქვს. რატომ არ არის საჭირო მისი? საჭიროა, რა თქმა უნდა, უბრალოდ მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მექიმების მეთვალყურეობიდან გამომდინარე შესაძლებელია თუ მისი დაკითხვა. მნიშვნელოვანია ნამდვილად და საჭიროება როცა დადგება დღის წრეში აუცილებლად დავკითხავ. დღეს პროკურორმა დაგვიდასტურა, რომ საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც უნდა დაადგინოს უბრალოდ გასცეს კითხვას პასუხი, რა ტრაექტორით მოხდა გასროლა საგარეჯოში, ჯერჯერობით ექსპერტიზა დასრულებული საბოლოოდ არ არის ამ საქმესთან დაკავშირებით და მოგვიანებით უფრო მეტი დეტალი საზოგადოებისთვის გახდება. ცნობილი საზოგადოებამ იცის, რომ ალეკო ახვლედიანს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს ამ საქმის გამოძიების, დადასტურდა იმითაც, რომ მოსამართლემ შემდეგი სასამართლო პროცესი 27 ოქტომბერს ჩანიშნა. ანუ გამოდის, რომ 27 ოქტომბრამდე თორნიკე რიჟვაძის საქმეზე არანაირი ინფორმაცია საზოგადოებას არ ექნება. რიჟვაძის საქმეზე ნანო კაკაჯაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.